ასეთი განცხადებების პარალელურად ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას სამოქალაქო წესრიგის მოშლის წახალისებაში ადანაშაულებს. კრიტიკის საფუძველი ამჯერად თბილისში მომხდარი ორი სამართალდარღვევა გახდა. პროკრედიტ ბანკის ფილიალსა და თურქულ სადისტრიბუციო კომპანიაზე ყაჩაღობის ფაქტი სახელისუფლებო გუნდმა კრიმინალური ტენდენციების ახალ გამოვლინებასთან დააკავშირა. ოპოზიციის გასამყარებლად ნაციონალურ მოძრაობა აცხადებს, რომ მართწესრიგის დასაცავად ძალა ჯერ კიდევ შესწევს და პროცესს პოლიცია აკონტროლებს. ამ განცხადების საპირისპიროდ სამართლებრივი დაუმორჩილებლობისა და პოლიციური ლოიალურობის პირველი ნიშნები უკვე გაჩნდა. დედაქალაქის ქუჩებში უსაფრთხოების ზღვედების გარეშე მოძრაობის ფაქტები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. უკვე ჩნდება ეჭვები საბოტაჟზე. ხელისუფლება საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის სიმპტომებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საშიში ტენდენციის უკან არჩევნებში გამარჯვებული ძალა დგას. ამას თქვენ ძალიან კარგად დაინახავთ უახლოეს დღეებში. ბრალდების პასუხისას ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავა, რომ კრიმინალური გამოვლინებების პროვოცირებას და პოლიტიკურ საბოტაჟს თავად ხელისუფლება ახდენს. რასაც ქვია ხელის გაშვერას და თითის გაშვერას, მე მათ მოუწოდებდი, ცოტა წინ გაიხედო, დაფიქრდნენ, გონივრულად მიუღდნენ ამ საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აბსოლუტურად ნებისმიერი საკითხი, რომელიც იქნება გამოძიებული, მაგრამ ამას ბიძინა ივანიშვილი კი არ გააკეთებს. ვიქტორ დოლიძე კი არ გააკეთებს ნებისმიერი სხვა ლიდერი კოალიციისა. ამას გააკეთებს თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. ბრალდება ორ კრიმინალურ ფაქტს მოჰყვა. ოფიციალური მონაცემით პირველი მათგანი გუშინ სამგორში მოხდა. ხინძმარაულის ქუჩაზე 4 ნიღბიანი თურქულ სადისტრიბუციო კომპანიას თავს დაესხა და იარაღის მუქარით 40,000 ლარი გაიტაცა. ადგილზე კი გაირკვა, რომ თავდასხმა მხოლოდ 30 სექტემბერს განხორციელდა. Компанияში деталებზე საუბარი არ სურთ. Ладно, я уже. У вас правда обокрали? Я говорю вам выезжать. ყაჩაღობის ფაქტი რომ მოხდა და ადასტურებთ, ხო? მეორე ფაქტი დიღომში პროკრედიტ ბანკის ძარცვას უკავშირდება. ფილიალიდან, რომელიც უბნის პოლიციის განყოფილების პირდაპირ ხედვის არეშია, ერთმა ახალგაზრდამ ფული გაიტაცა. თანხა უმნიშვნელო აღმოჩნდა. ბანკის ხელმძღვანელობამ ფაქტი რიგით კრიმინალად აღიქვა. მიმდინარე მოვლენებთან ნამდვილად ვერ დავაკავშირებ, ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც ინდივიდუალური ცალკე შემთხვევა. სამართალდარღვევის ფაქტებზე პოლიციას სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაწყებული აქვს. თუმცა ის, რომ ორივე ძარცვა მათგან უშუალო სიახლოვეს მოხდა, პატრულის თანამშრომლება არ შეიმჩნიეს. ცოტა უცნაური თუ არ არის თქვენ განყოფილების დაახლოებით კამპის უბნელობა რა გაიგეთ, როგორ არის? არ ვიცი. თქვენთვის ცოტა საეჭვო არ არის, აი მოპირდაპირე მხარეს პოლიციის განყოფილებაა და მათ ხერხին ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. არა, არ არის რა. რავის როგორ პოლიციისთვის შეუმჩნეველია ავტომობილებზე ღვედის გარეშე მოძრაობაც. უკონტროლობის პირობებში მოქალაქეები თავს მის გარეშე სიარულის უფლებასაც აძლევენ. მოვიცით. პატრული აღარ გაკონტროლებ? არ ვიცი. დავიღალე ქალაქში ამ ღვედის გაკეთები და